მისამოწმებას, ძველად ჯობი გავაღვიძები, მარკეტინგის გლობალისა და კონსალტინგის კომპანიის პრეზიდენტის განთავისუფლების დასახელებული. Anem მხარული ვარ, რომ გავიჟავოთ და ჩემი მოთხოვნა და ეს გამოვაქვს წინაშე. თემა ჩემი არის საკმაოდ ჩემი არის საინტერესო, როდესაც ვსაუბრობ, მინდა ვკითხავ, რა თემა იქნება. ან თემა მითხარი შენი გამოსვისება, რომ ვინაიდან წიგნს წერთ, არის შესახებ ქართული არის ისტორიის შესახებ, თავი მარტოს ის არის ვისაუბრეთ. რაღაც ისეთ მაინდამაინც პროვოკაციულ სახელი არ მინდოდა, მაგრამ მინდოდა რომ თვითონ კონცეფცია და არსი ამ წიგნის გამოჩენილი იყოს, თუნდაც იმ ვიზუალით, რომელსაც ხედავთ. და ვინაიდან სიტყვის ვიზუალიზაციას ყოველი ჩვენთაგან მაინც თავისებურად აქვს, ამიტომ პატარა ნიშნება მოგეცით, ოპიდაონი და პროფესიონალი და პროფესიონალური ნიშნავს ფაქტობრივად მესიჯი თამაში მდგომარეობიდან ჩართულობამდე პრინციპი არის ესეთი. წიგნის მინდოდა რომ ყოფილიყო როგორც გავიდა კონსტიტუციური აფერების პროგრამები, საერთოდ ამოვიდეს ამ საქართველოში არის. წიგნს რაც შეეხება მარტო მერტი ამოწმე, მე პაგეთი და საკმაოდ მაგრამ მეც ეს მესიჯი მაქვს კომუნიკაციის აპრობირებული მეთოდი. ის იმ ქვეყანაში სადაც ღონისძიება და ღონისძიება ერთმანეთს ერწყმის შეუძლებელი არ გამოცხადებული იყო საზოგადოებასთან ურთიერთობა ფაქტობრივად. მით უმეტესობას სუფრაზე თუ ნებისმიერ სხვა სიტუაციაში მეგობრებთან ერთად ჩვენ სხვა საზოგადოებასთან ერთად ყოველთვის ვსვავთ ერთმანეთის ურთიერთობის სადღეგრძელო და შესაბამისად ეს კომუნიკაცია არის ჩვენი არსი. არასდროს ჩემი აზრით შანსი არ იქნებოდა რომ არ გამოცხადებული იყო საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობა. სახელი საკმაოდ რთული მოსახერხებელი იქიდან გამომდინარე რაღაც დავარქვათ სახელი უწოდოთ მას. ალბათ რაღაც ინფორმაციას აჭიროთ თავდაპირველად. მე 10 დღის წინ მეყოლა მეორე ქალიშვილი. თუმცა ამას ვახსენებ, იმიტომ რომ სანამ გავიგებთ ეს ნებრივია საქართველოს შეურჩევით, ხო? ამიტომ სიტყვაზე დავარქვა ალბათ და გაჩნდეს ნინო ნებრივია ამ აუდიტურის აუდიტა შედი გამოსცემა რომ ინდიელ ხმათ არაჩვეულებრივი ტრადიცია, როდესაც უცხოელები მიდიოდნენ, ისინი თავად ირჩევდნენ სახელს, თუ კი მათ ნებრივია ქონდათ დასახელება თომის წინაშე და რამდენი ათასი გვერდი მაქვს მარტო ინტერნეტიდან გამოგებული, მათ შორის ძალიან დიდ გადაუხადი დიალოგს, რომელსაც ძალიან ბევრი მასალა მომაწოდა, რადიკალიზაციები და ამას თავად ვამუშავებ. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ უნებრივია თქვენ მოგოცემა მე პირადად ვექტორი თუ რა უწოდო X თუ მეტად გამოიკვეთება წინა და რა შემოიფარგლეთ ჩამოშია სახელი არ დავარქვით X იმისათვის რომ აკუპილიყავი შეზღუდული მოქმედებაში და თქვა თემის დამუშავებაში. ამიტომ მე ვფიქრობ, როდესაც ზედაპირზე ამოვა სახელი ჩემი წიგნის სათაური და თვითონ წიგნის მიზებელი რომ მეტად ვიდრე ისინი ძიელი თუ საინტერესო მიზებურებისთვის. ეს არის დიდი მეთოდი დავით აღმაშენებელი, ხოლმე ვიცით. თუ კი თქვა სახელმწიფოებს ჯობიან, ვისაუბროთ ჯობიან. მაგრამ თუ არის მის თუ კი ჩემი ხმა თქვენ არ გესმით, ამას გამოვითვალთ შეიძლება ვიდეო გადაღება შეიძლება ჯობია. კარგი. დავით აღმაშენებელი ის უნებრივია სახელმწიფოები არის ვინახავთ და დაგიკითხოთ უნებრივია პოლიტიკა ვინახავს. ყოველთვის არის დეტალი, როდესაც აღინიშნება თუ როგორ ხდება საზოგადოებასთან ურთიერთობის განვითარება შუა საუკუნეებში, სამეფო კარზე და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, არ იქნებოდა უდიდო საქართველოს რეალობაზე ერთი ორი სიტყვა გვეთქვა. უნებრივია, ალბათ მარკა როგორც პატრიოტი ხელმძღვანელი ალბათ დამეთანხმება, რომ სწორად ინსტიტუტი არ არის ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სახე, რომელზეც ჩვენ ლაპარაკობთ, უბრალოდ ეს შემოყოფილიყო წინაპირობა, იმიტომ რომ შიდა და გარე ჯგუფებთან ინფორმაციის ამოღება, მათში გავრცელება, იყო სწორედ ცენტრალური ამოცანა და შესაბამისად შეიძლება ამას რაღაც პარტიზანული არ ეწოდოს. ალბათ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ წიგნში გარკვეული ნაწილი უნდა დაეთმოს ისტორიულ მოგებებას, თუ როგორ ხდებოდა სახელმწიფო კარზე შუა საუკუნეებში მათ შორის. უნებრივია დავით აღმაშენებლის პერიოდი და ვიდეო ფორმატური იყო, თუ როგორ ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება, ვის ეკისრებოდა ეს მოვალეობა და პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ.
არის პიონერები. ეს საინტერესოა, იმიტომ რომ ეს არის კუნძული, რომელთაც მიწა, ეს კუნძული იყო გამოუყურებელი. ალბათ გახსოვთ 2006 წელს ბერდია გამოსცემს პროექტს თაბუ, თუ გახსოვს, იყო დამოკიდებული. პიარის მისტიფიცირება ხდებოდა. გარკვეულწილად. ხდებოდა პიარის მისტიფიცირება იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად 2006 წელს ჯერ კიდევ ფაქტ საზოგადოებაში, ალბათ პროფესიონალებში, ნაკლები ცნობადობა იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის ამოცანების თუ რა მიზანს ემსახურება და იყო გადაცემა ტაბუ, ეგრეთ თვითონ ამ გადაცემაში პიარის თემატიკის განვითარება იყო საკმაოდ განსაკუთრებული, იმიტომ რომ ხდებოდა როგორც აღნიშნე მისტიფიცირება და რაღაც ნეგატიური კონოტაციით ხსენება, იმიტომ რომ ტაბუ დადებული თემა იყო პიარი, რომელიც წლების განმავლობაში მე იმედი მაქვს დაიმსხვრა. იმიტომ რომ უკვე ნაკლები ადამიანი ახსენებს, რომ გააფიარა ნეგატიურ კონტექსტში და უფრო მეტი ადამიანი საუბრობს საზოგადოებასთან ურთიერთობის აუცილებლობაზე და მის დაგეგმებებს. პიონერის არჩევა ყველგან არის თავისი ქრისტეფონი, რომელმაც გამოიგროვა ტერიტორია. თავმარკა ტექსტის ადამიანია, რომელსაც რომ შემოიტანა და გამოიგროვა. ეს ვარ ჩვენ პრობლემა. ახალგაზრდები ესეთი კონტენტი აღმოჩნდა და რეალურად ძალიან ნუკლეარი ნიადაგი საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. მინდა ვახსენო ის სრული დარწმუნებული ვარ თავმარკა ესაუბრებდა და სხვა ჩემი კოლეგების საზოგადოებასთან ურთიერთობაზე თუ როგორ ვითარდებოდა რა ეტაპზე, რა ეტაპები გავიარეთ, მაგრამ ყოველთვის ჩვენი როგორც ვსწრები აღნიშნე სკოლაში პრაშაიში და ალბათ თავის სრული პრინციპად გამოდოვოთ. მე მინდა რომ სრული იყოს აუცილებლად აღნიშნული. ყველა იმ ადამიანის, რომელმაც ამ სფეროს პოპულარიზაცია მოახდინა, ძალიან მყარი საფუძველი ჩაუყარა საქართველოში და დღემდე ეწევა პოპულარიზაციას როგორც საგამომართლებლო სპექტაკლში. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. კომუნიკაციებში დაბადებულ ადამიანებს გვახსოვს, რომ სუგი, კაგებე, ეს და რეალურად სპარტაკოვი იყო ერთ-ერთი სერიოზული ბარიერი საზოგადოებასთან ურთიერთობის დამყარებაში. ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, რომ მაშინ კომუნიკაცია ფუნქციონირებდა სამწუხარო მეთოდით გაშვებული არის საზოგადოებასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა გულისხმობს ალბათ უფრო ბუმერანგის პრინციპს. ჩვენ მუშაობთ ბავშვებზე, ეს არის ის ალბათ არამატერიალური ვართა, რომელიც ჩვენი სამუშაოების ხდება. მინდა და მელაპარაკა და ამ თემაზე მუშაობის დროს შინაგანსაკუთრების სამუშაოს არქივებში მუშაობდით. საკმაოდ საინტერესო მასალებია პროვარები. და ზედაპირზე ამოვიდა ასეთი რამ, მე შეგნებულად მინდა რომ ამ წიგნში გვეძავო ტრადიციული პროპაგანდაზე საუბარ ტრადიციული მედიის კონტექსტში. ალბათ უფრო ადამიანებს შორის, ჯგუფებს შორის კომუნიკაციაზე გაკეთება აქცენტი, სადაც უშუალოდ გამოჩნდება უკავშირი. ერთ-ერთი აქცენტი ძალიან საინტერესო მაგალითი იყო, მაგალითად პროპაგანდული წრეები არსებობდა საზღვრებზე, სადაც ადამიანებს ჰქონდათ დავალებული პირდაპირ, რომ ჩამოსული გზავრები დაემუქრა ფაქტობრივად ინფორმაციით, მოერთა მათი დამუშავება და იყო მატერიალური საგებელიც იმისათვის, რომ ეს ადამიანები ყავდა აფანოში აკურებდნენ ასე შემდგომ რეალურად ხდებოდა ამ ადამიანის ემსგავსი წარმოგება და ეს ადამიანი ხდებოდა ლოიალური, იმიტომ რომ მას მოყავდა სკოლით და რეალურად ხდებოდა გამავრცელებელი ინფორმაციის. კონსალტინგი და მენეჯმენტი. ტაქტიკის მონაცემების მიხედვით, ყველამიც რა არის ეს? და ყველამიც დროს ახარ არის. ისიც რომ ამას მხოლოდ ისტორიკოსები და არქეოლოგები იკვლევენ და ალბათ როგორც ამ შემთხვევაში როგორც ისტორიკოსი ვიკვლევ მეც იმ ორგანიზაციებს, რომელიც თავიდანვე ჩამოყალიბდა 2015 წლამდე და აქტობით 155 კომპანია, ორგანიზაცია ემსახურებოდა თავაზობდა სერვისებს და პროდუქტებს საკონსულტაციო სფეროში. თუმცა თავად ხედავთ, რომ აქტობით მარტივი იყო მოქმედი და ევოლუციის ეტაპზე იმ გამოწვევებს ალბათ ვერ გავუდგეთ. ბუნებრივია, როგორც დინოზავრია, იმ კომპანიებს ვერ გავუდგეთ გამოწვევებს რეალურად, რომელიც არსებობდა მათ წინაშე. და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი ხდება იმათ საუბარი, რომ არის აუცილებელი ბუში და რისკანტი. ალბათ აუცილებელია უფრო იყო ადაპტირებული ტულებებზე, შეიძლება პატარაც და რეალურად მოქმედი
იმისათვის რომ გამოწვევებს უპასუხოებელს ყველაფერს და ამასთან დაკავშირებით მახსენდება ალბათ თვალთები განდის დალაილამას მიაწერე ნახსიტყვებს რომ თქვენ გონიათ ხარ პატარა იმისათვის გქონდეთ მნიშვნელობა სადაც დაიზმოთ ოთახში რომელსაც ვიყო და კარგი იმასაც ყოველთვის გახდა პრობლემა იმიტომ რომ ვიღიძინეთ ოდესაც ყოველს ის მაინც არის ძალიან კარგი იმისათვის რომ პატარაც კი თქვენ უნდა იყოთ ორგანიზაცია თქვენ ორიენტირებული ციფრები უნდა იყოს ადაპტირებული და რეალურად აქტიური ამიტომაც არის უბრალოდ აი ეს აღარ არსებობს და მის შედეგობრივ კავშირებთან ციფრებად იქ საუბარი თუ რატო აღარ არსებობს ამდენი კომპანია